ან დღეს გავწყვეტა რომ ევანგელიონზე ვილაპარაკო იმაზე, არ მოყვე ის ისტორია, რაც სერიების დაწყებამდე არის. რა თქმა უნდა, მთელი სერიალის განმავლობაში რაღაც კონკრეტული წარსულის მომენტები არის ჩაგდებული, მაგრამ არ ევოლოდარი ყველაფერი. ამავდროულად ეგ წარსულის ისტორია ასე თუ ისე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მთლიანობაში გავიგოთ რა ხდება ევანგელიონში. იდეაში მინდოდა რომ ეგეც მომეყოლა და თან პარალელურად თვითონ სერიებში რაც ხდება მთლიანობაში ეგეც თქვა, მაგრამ ძალიან დიდი გამოვიდა და მაგ სიტუაციაში, ამიტომ ან შემდეგი ვიდეო იქნება მაგაზე, რაც კონკრეტულ სერიებში ხდება, ან რავი, ყოველ შემთხვევაში გავაკეთებ მაგას დაკავშირებით ვიდეოს და ამის გაგრძელება იქნება ფაქტობრივად რა. რა თქმა უნდა, რაღაცებთან მიმართებაში პარალელებს მაინც გავავლებ, იმიტომ რომ ეს ნახე უნდა გქონდეთ ახლა ევანგელიონი თუ არ გაქვთ ნახე, არ ვიცი. მოკლედ, იყო და არა იყო რა. იყო პირველი წინაპრების რასა, იგივე First Ancestral Race, რომელიც იქამდე არსებობდნენ, სანამ საერთოდ რომელიმე პლანეტაზე სიცოცხლე იქნებოდა რაღაც. რაღაც მომენტში ამ რაღაც არსებებმა გაიგეს, რომ რაღაცა მოხდებოდა, რაღაც და გაქრებოდნენ რა, ანუ რაღაც აფეთქებასავით მოხდებოდა თუ რა იყო, არ ვიცით კონკრეტულად რა იყო მაგ სიტუაციაში, მაგრამ რაღაცა მოხდებოდა და გაქრებოდა. აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ სიცოცხლის მიმცემები შეექმნათ რა. იგივე სიცოცხლის თესლები, რომლებიც პლანეტებს განაყოფიერებდნენ რა, ანუ პლანეტებზე რაღაც არსებებს შექმნიდნენ. სულთიანობას შექმნეს 9 მსგავსი არსება და თითოეულს მისცეს სხვადასხვა სახის კვერცხი. ან ნუ რაღაც მომენტში შეგვიძლია რომ მაგას მთვარეს დაუძახოთ რა, მთვარე იყო. ვიზუალურად ეგრე ჩანს, რომ აი მთვარეს გავს. მაგრამ ამ 9-დან ჩვენ მარტო ვიცით 2. ეგ არის ადამი და ლილითი. რა ვიცი, ასეთ ანაკეთ გამოჩნდება რა, თან ფოტოებს რაღაცებს შევსო, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი იყოს. ადამის კვერცხი არის თეთრი და სიცოცხლის ხილად ითვლება. და ლილითის კვერცხი არის შავი და ითვლება ცოდნის ხილად. ადამიანის შვილები არიან ანგელოზები, მთელი სერიალის განმავლობაში რასაც ებრძვიან და შემდეგ ხო, ეგენი არიან ადამიანის შვილები, ანუ ადამიანის შთამომავლები არიან, რეალურად პირდაპირ შვილები შეგვიძლია არ დავარქვათ, მაგრამ ადამიანის შთამომავლები არიან. და ლილითის შთამომავლები, ან შვილები არიან ადამიანები. და ნუ არა მარტო ადამიანები, ცხოველებიც რა, ზოგადად ჩვენს პლანეტაზე რაც არსებობს, ცოცხალი არსებები რაც არის რეალობაში, ყველაფერი არის ლილითის შთამომავალი. ცხოველებს და ადამიანებს. პირველი წინაპრების წესი იყო ესეთი, რომ ორ სიცოცხლის მიმცემს არ შეიძლებოდა ერთ პლანეტაზე გამემრავლებინა საკუთარი შთამომავლობა. ეგ იმის გამო არ შეიძლებოდა, რომ ამ ორი სიცოცხლის მიმცემის, მაგალითად ადამის და ლილითის შეერთებისგან იგივე სახის არსება შეიქმნებოდა, როგორც პირველი რასის წარმომადგენლები იყვნენ. ანუ იგივე ძალის მქონე არსება შეიქმნებოდა და მაგთან გამომდინარე წესი იყო ეს ყველაფერი, რომ არ უნდა შექმნილიყო ეს ყველაფერი და მაგიტო თითო სიცოცხლის მიმცემი თითო პლანეტაზე უნდა ყოფილიყო. და ეს წესი რომ შესრულებულიყო, რაღაც რომ მომხდარიყო და მაგთან გამომდინარე რაღაც ორ სიცოცხლის მიმცემს მოწეოდა, რომ ერთ პლანეტაზე აღმოჩენილიყო, მაგის გამო კვერცხებს მიაყოლეს ლონგინუსის შუბი, რომელსაც თუ ჩაირჭობდნენ ეს სიცოცხლის მიმცემები, მაგ შემთხვევაში რეპროდუქციას შეწყვეტდნენ, ანუ გამრავლებას შეწყვეტდნენ. იმიტომ რომ რეალურად ამ არსებებს მაინც და მაინც რაღაც თავისუფალი ნება არ გააჩნიათ, ხო? და არ შეუძლიათ, რომ ესე პირდაპირ უბრალოდ გააწყვეტონ, რომ შეწყვეტონ გამრავლება. რაღაც უბრალოდ იმისთვის არსებობენ, რომ გაამრავლო რაღაცა თავიანთი შთამომავლები. მაგიდან გამომდინარე სჭირდებოდათ შუბი, ლონგინუსის შუბი, რომელსაც ჩაიჭობდნენ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცა მოხდებოდა. გავიდა ძალიან დიდი ხანი, ანუ რო იცოდეთ ის პლანეტები, რაც ჩვენს კოსმოსში არსებობს, ევანგელიონში მაშინაც არსებობდა, როცა ეს პირველი რასა იყო. უბრალოდ პლანეტები არ იყო განაყოფიერებული, არავინ არ არსებობდა ამ პლანეტებზე მარტივად რო ვთქვათ. და ნუ ძალიან დიდი ხანი გავიდა და ადამი ჩავიდა დედამიწაზე, კონკრეტულად ანტარქტიდაზე, რომ გაემრავლებინა ანგელოზები. მაგრამ განაყოფიერების პროცესი როცა დაიწყო, ანუ გამრავლება როცა დაიწყო, მაგ მომენტში ლილითი გადაადგილდებოდა კოსმოსში და შემთხვევით რაღაცა მოხდა, რაღაცას დაეჯახა და ჩამოვარდა დედამიწაზე, კონკრეტულად იაპონიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ამ დაჯახების დროს პარალელურად დაკარგა ლონგინუსის შუბი. შესაბამისად, როცა ჩამოვარდა, დაიწყო გამრავლება. და საკუთარ ვერ გააჩერებდა მაგიდან გამომდინარე, მაგ დაჯახებასა ჩამოვარდნას პირველი იმპაქტი ქვია, პირველი აფეთქების მომენტი არის first impact, მაგას სახიან პირველ აფეთქებას. რახან ამას შუბი აღარ ქონდა, ან ლილითს შუბი აღარ ქონდა და ინსტინქტურად გამრავლება დაიწყო, ადამიანს ქონდა ლონგინუსის შუბი და შესაბამისად ადამი ადგა და თვითონ ჩაისო და შესაბამისად ანგელოზები აღარ გამრავლებულან დედამიწაზე.
დაიწყო ადამიანების და ცხოველების გამრავლება. შესაბამისად, ძალიან დიდი ხანი გავიდა ისევე და ადამიანები როგორც რეალობაში ანალოგიურად განვითარდნენ და გამრავლდნენ, ესე ვთქვათ, ხო? მაგრამ ყველაფერი ისე არ წასულა, როგორც ჩვენს რეალურ ისტორიაში, რა. ბევრ რაღაცა შეცვლილი იყო, რა თქმა უნდა. ზოგადად, ევანგელიონის ამბავი იწყება 50-იანი წლებიდან, 1950-იანი წლებიდან, როცა სიელის კომიტეტი შეიქმნა. მაგრამ სიელის კომიტეტის შექმნის პერიოდი ზუსტად არ ვიცით, ანუ არ არის ნახსენები კონკრეტულად როდის შეიქმნა. მაგრამ სავარაუდოდ იმის მერე, რაც მკვდარი ზღვის გრაგნილები აღმოაჩინეს. სადაც ანუ ის ამბავი იყო მოყოლილი, რაც წეგან მოყოლი, ახლა ლილითის და ადამის ამბავი და პირველი რასის ამბავი. თუმცა უფრო მეტად დეტალებით იყო მოყოლილი მარტივად რო ვთქვათ, ახლა მე რაც ვიცი, იმაზე ბევრად დეტალებით ჩვენ რაც ვიცით, როგორც მაყურებლებმა, იმაზე ბევრად დეტალურად იყო ეგ ინფორმაციები მაგრაგნილებში, ხო? და მაგრაგნილების აღმოჩენას და აკითხვას და შემდეგ მოყვა სიელის კომიტეტის შექმნა სავარაუდოდ, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მაქედან გამომდინარე შეიქმნა და სიელის კომიტეტი ანიმეში არის ისეთი ანუ მთელ მსოფლიოს აკონტროლებენ ისე როგორც ანუ ბევრჯერა რომ რაღაც მასონები აკონტროლებენ ჩვენს იმას რა ქვია ჩვენს სამყაროში ხალხს ხო და ქვეყნებს და შემდეგ ანალოგიური არის ევანგელიონში სიელის კომიტეტი მოდი რა თქმა უნდა უეჭველი არის ყველაფერი სავარაუდოდ ასევე ამ გრაგნილების წაკითხვით აღმოაჩინეს რომ ადამი იყო ანტარქტიდაზე შესაბამისად 2000 წელს სიელმა გადაწყვიტა რომ ექსპედიცია უნდა ჩაეტარებინათ ანტარქტიდაზე ადამის საპოვნელად ხო ამ ექსპედიციას კაცურაგის ექსპედიცია იყო და იქიდან გამომდინარე რომ მის სათავეში იყო მისატო კაცურაგის მამა სავარაუდოდ სერიებში გემახსოვრებათ ეგ ამბავი ერთი მხრივ ექსპედიცია წარმატებული იყო იქიდან გამომდინარე რომ ანტარქტიდაზე ადამი იპოვეს და შესაბამისად მის გარშემო ბაზა განათავსეს და დააპირეს ცდების ჩატარება. ამ პერიოდში პარალელურად გენდო იკარი, შინჯის მამა, იუი იკარიზე დაქორწინდა და პარალელურად ადამის სანახავად ანტარქტიდაზე ჩავიდა. მაგრამ როცა ჩავიდა, მაგროს გაარკვია, რომ ერთ-ერთი ცდა, ერთ-ერთი ექსპერიმენტი რაც უნდა ჩატარებულიყო, იყო კონტაქტის ექსპერიმენტი. და მაქედან გამომდინარე, სანამ საერთოდ რაიმე ცდას ჩაატარებდნენ, გენდო გაიქცა იქიდან, წამოვიდა ეგრევე. იმიტომ რომ იცოდა, რაც მოყვებოდა მაგ ყველაფერს. კონტაქტის ექსპერიმენტი კონკრეტულად არ არის ახსნილი რა იყო, მაგრამ ის არის ფაქტი, რომ ლონგინუსის შუბი ამოაძრეს ადამიანს და ადამიანთან კონტაქტი აიწულეს. რითაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ადამიანებში არის ლილითის საკმარისი ნაწილი, იმისთვის რომ მასიური აფეთქება გამოიწვიოს. ანუ ადამიანის და ლილითის შეხება მარტივად რო ვთქვათ, დიდ აფეთქებას იწვევს და ანუ ადამიანებშიც არის ლილითის საკმარისი ნაწილი იმისთვის რომ ადამიანს როცა შეეხება ადამიანი დიდი აფეთქება გამოიწვიოს. რასაც ანუ ამ ექსპერიმენტს შესაბამისად ძალიან დიდი ენერგიის გამოყოფა მოყვა ადამიანისგან. რამაც ან თემ სოფლიოზე იქონია გავლენა აბსოლუტურად. დაიწყო მიწისძვრები, წყალდიდობები და ასე შემდეგ. და ფაქტობრივად ნახევარი მსოფლიო დაიხოცა მაგ მოვლენების გამო და ეს მომენტი არის ცნობილი როგორც მეორე აფეთქება, ანუ იგივე second impact. საბოლოოდ ადამი ისევ ლონგინუსის საშუალებით პატარა არსებად იქცა, რომელიც ადამიანის ჯერ არ ჩამოყალიბებულ ნაყოფს გავს, რავი, ანუ გამოჩნდება ხა იმას რა ქვია ეკრანზე. ამ ექსპერიმენტს ასევე კალოურ შექმნა მოყვა, რომელიც როგორც საბოლოოდ იყო მე-17 ანგელოზია, მაგრამ ამავდროულად ადამიანის სულს ატარებს, ანუ ადამიანის სული აქვს კალოურს. და რა თქმა უნდა ამ ექსპერიმენტს კიდე ისიც მოყვა, რომ ეს ყველა მეცნიერი ექსპედიციის წევრები, ვინც იყვნენ, ყველა დაიხოცა აბსოლუტურად. და ეგ არის მომენტი, როდესაც მისატოს უწევს, რომ მამამისი ნახოს როგორ კვდება. ასევე მაგ აფეთქებამ კლიმატის სრული ცვლილებას გამოიწვია და მთელ მსოფლიოში ეხლა ზაფხული, ანუ სულ ზაფხული არის. ასევე მაგ აფეთქებასა და ეს რაღაც მოვლენებს ომებიც მოყვა, მაგათ მეორე დღეს დაიწყო ინდოეთ-პაკისტანის ომი და ერთ კვირაში სადღაც მაგ აფეთქებიდან დაიბომბა ტოკიო. და მაგას მოყვა მერე უკვე ტოკიო 2-ის და ტოკიო 3-ის აშენება. ერთი წლის განმავლობაში ეს დაპირისპირების ომი არ დასრულებულა, მაგრამ ანუ შემდეგ წელს 14 თებერვალს ქვეყნებმა სამშვიდობო აქტს მოაწერეს ხელი და შესაბამისად სრულად შეწყდა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რო ხდებოდა პარალელურად სამშველო ჯგუფი გააგზავნეს ანტარქტიდაზე იმისთვის, რომ ექსპედიციის წევრები გადაერჩინათ, მაგრამ ექსპედიციის წევრები ყველა დახოცილი იყო და მხოლოდ მისატო იპოვეს იქ და მისატო გადაარჩინეს, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი იყო და პოსტტრაუმული სტრესისგან გამომდინარე არც ლაპარაკობდა საერთოდ. 2003 წელს იაპონიის ქვემოთ მიწაში ლილითი აღმოაჩინეს, რომელიც ისევ საკუთარ კვერცხში იყო გამომწყვდეული. გაერთიანებულმა ერებმა სიელის ხელმძღვანელობით გადაწყვიტეს, რომ სწორედ ამ კვერცხში უნდა აეშენებინათ ბაზა, სადაც იმაზე იმუშავებდნენ, რომ ისეთი არსებები შეექმნათ, როგორც ანგელოზები არიან. და თანამედროვეულად მაგ ანგელოზებს გააკონტროლებდნენ. ანუ იგივე ევანგელიონის რობოტები, რომელიც ყოველს პოპულარული რაღაც არის, ხო? ევანგელიონის რობოტები რო შეექმნათ. ამ ბაზას საბოლოო ჯამში ნერვი დაერქვა და ამის სათავეში რა თქმა უნდა გენდო იკარი აღმოჩნდა, მაგრამ გენდო არ მუშაობდა ნერვში თვითონ ნერვის სახელით. პირველად როცა ზოგადად გენდო მუშაობდა სხვა კომპანიაში. გეჰირნი ერქვა ამ კომპანიას და მისი სახელით იყო ნერვში შესული. ანუ ნერვის სახელით არ იყო. 2003 წელს იაპონიაში ჩინეთი ესხმის თავს და მაგას მოყვება გეჰირნის კომპანიის მიერ სუპერკომპიუტერის შექმნაზე მუშაობის დაწყება. იგივე მაგის კომპიუტერები, რომელიც მთელი ანიმეს განმავლობაში ჩანს და რასაც იყენებენ ზოგადად ყველაფრისთვის. და ეს მაგის კომპიუტერები რაღაც მხრივ ხელოვნურ ინტელექტს გავს, ხო? ასევე ამ პერიოდში სიელი მოახერხებს იმას, რომ ადამიანის სული, ან კაურუ და ადამიანის სხეულიც იპოვოს და შეინახავენ მაგას. ორივეს, ესე ვთქვათ. ყველა ევანგელიონის რობოტი, რომელსაც ქმნიან, ადამიანის დნმ-ით არის შექმნილი. გარდა EVA 01-ისა, რომელიც შინჯის რობოტია, EVA 01 არის ლილითის დნმ-ით შექმნილი. 2004 წელს იუი იკარიმ გენდოს ცოლმა გადაწყვეტა, რომ კონტაქტის ექსპერიმენტი უნდა ჩაეტარებინა EVA 01-ზე. ანუ შინჯის რობოტზე უნდა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი. და ეს ამ ექსპერიმენტის ნაწილი თვითონ უნდა ყოფილიყო. მაგ ექსპერიმენტის შედეგად თვითონ იუი იქცა LCL და აი LCL არის ის ფანტას რო გავსა, ანუ რაღაც ყვითელი სითხეს რო ხედავთ ხოლმე მთელი ანიმეს განმავლობაში, ხო? მაგ LCL-ად იქცა და EVA 01-მა შეიწოვა. მაგრამ სერიების ბოლოს როგორც ვიგებთ, ზოგადად იუის მიზანიც ეგ იყო, რომ რაღაც ადამიანების არსებობის დამადასტურებელ ობიექტად ქცეულიყო, რომელიც სამუდამოდ იარსებებდა, რაღაც ეგ მიზანი იყო. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გენდოს მიზნად მერე იქცა ის, რომ იუი დაებრუნებინა და ამაზე ცდების ჩატარების საშუალებით შემთხვევით ლილითის და იუის დნმ-ით შეიქმნა რეი. ასევე ამის პარალელურად ასუკას დედა, რომელიც სახელიც არ მახსოვს, იგივეს ცდის, რაც იუიმ გააკეთა, ანუ გენდოს ცოლმა რაც გააკეთა, ანუ კონტაქტის ექსპერიმენტი უნდა რომ ჩაატაროს. მაგრამ მის გამოყვანას შეძლებენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სული მაინც დარჩება, იმაში რა ქვია ევანგელიონში, მხოლოდ სხეულს გამოიტანენ გარეთ. და ეს სხეული, სულის გარშე დარჩენილი სხეული, საბოლოო ჯამში თავს მოიკლავს. რასაც ასუკა ნახულობს და ნუ მაგით გამომდინარე ტრავმა აქვს დარჩენილი, ხო? დედამის როგორ იკლავს თავს, მაგას რომ ნახულობს. ამის პარალელურად მისატო პოსტტრაუმული სტრესიდან გამოდის და კოლეჯში იწყებს სიარულს. რაც რიდს უყოს და კაჯის შეხვდება, გაიცნობს, ესე ვთქვათ. იქიდან გამომდინარე, რომ გენდოს არ შეუძლია ცხოვრების გაგრძელება საკუთარი ცოლის გარეშე, შეიმუშავებს რაღაცა გეგმას, რომელსაც Human Instrumentality Project ქვია. არ ვიცი ქართულად როგორ უნდა ვთარგმნო, მაგრამ ეგრე ქვია, რა თქვენ თუ შეძლებთ მაგის თარგმნას არ ვიცი. ეგ პროექტი ხშირად არის ნახსენები ზოგადად ანიმეში, იმიტომ რომ მთელი მიზანიც ეგ არის, ხო? ანუ ყველა მაგას ცდილობს რომ აქამდე მივიდეს. სიელი ამ პროექტს მხარს დაუჭერს, მაგრამ მარტო იმ პირობით, რომ სიელის კომიტეტის წევრები აღმოჩნდებიან ამ ღმერთივით არსებაში. რაღაც ორი რეალად ეგ Human Instrumentality Project არის იმისთვის, რომ ეს ღმერთივით არსება შექმნან, ანუ ორი რა ქვია, სიცოცხლის მიმცემი გააერთიანო და ღმერთივით არსება შექმნან და ამ ღმერთივით არსებაში იარსებონ თვითონ. სიელის კომიტეტი მხარს დაუჭერს ამ პროექტს, მხოლოდ ერთი პირობით. მხოლოდ სიელის კომიტეტის წევრები იქნებიან ამ ღმერთივით არსებაში და დანარჩენი კაცობრიობა უბრალოდ გაქრება. ანუ განადგურდება, ესე ვთქვათ. ერთ-ერთი რაღაც რამაც შეიძლება რომ ამ პროექტს ხელი შეუშალოს, არის ლონგინუსის შუბი, რომელსაც შეუძლია რომ საერთოდ შეწყვიტოს ეს ყველაფერი, ხო? შესაბამისად, სიელი იწყებს ცდილობას რომ იპოვოს შუბი და საბოლოო ჯამში გაანადგუროს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გენდოს მიზანი მარტო იუის, ანუ საკუთარი ცოლის დაბრუნება არის. და საერთოდ სხვა გეგმები აქვს ყველაფერთან მიმართებაში, მაგრამ არ ვიცით კონკრეტულად რა გეგმები აქვს, იმიტომ რომ ანუ ანიმე არ გველაპარაკება მაგას დაკავშირებით დეტალურად.
მაგრამ ვიცით რომ CL საერთოდ სხვა გეგმა აქვს და CL-ის გეგმა ამ წამს თქვი რაც არის, მაგრამ გენდოს კიდე საერთოდ სხვა გეგმა აქვს. ნუ ის უეჭველი ვიცით რომ მიზანი არის ცოლის დაბრუნება, EU-ის დაბრუნება ესე ვთქვათ. პროექტის დაწყების შემდეგ გეჰინი საბოლოო ჯამში იქცევა ნერვად, ანუ და გენდო აღმოჩნდება ნერვის სათავეში. ტოკიოს ამი ფაქტობრივად ტექნოლოგიური განვითარების ცენტრად იქცევა და 2008 წელს მაგის კომპიუტერი თითქმის დასრულებულია, რომელზეც რიცუკოს დედა მუშაობს. აი ეს ქერათმიანი გოგო რო არის, მაგის დედა მუშაობდა 2008 წელს მაგის კომპიუტერზე. და სწორედ 2008 წელს იწყებს მუშაობას რიცუკოც ნერვში. და აღმოაჩენს, რომ დედამის და გენდოს სექსუალური ურთიერთობა აქვთ. 2009 წელს მისატო და კაჯიც იწყებენ ნერვში მუშაობას, მაგრამ ეს ორი გერმანიაში არიან. და 2010 წელს მაგის კომპიუტერის შექმნა დასრულებულია უკვე და რიცუკოს დედა პირველად ხვდება რეის, რომელიც პატარა ბავშვის ფორმაში არის და ეს პატარა ბავშვი იმოქმედებს აკაგიზე ფსიქოლოგიურად. და ამას მოყვება ის რომ აკაგი საბოლოო ჯამში რეის დაახრჩობს და იქიდან გამომდინარე რომ არ უნდა კომპანიის დატოვება და რაღაც ქუჩაში ცხოვრება და შემდეგ მაგის კომპიუტერს მიუერთებს საკუთარ twins, ანუ და მაგი სხეულს დატოვებს და მაგის კომპიუტერში გააგრძელებს არსებობას. ანუ რასაც ანიმეში ვხედავთ მაგის კომპიუტერს, რეალურად აკაგი ფიქრობს მაგ ყველაფერს და მაგის twin მუშაობს მაგ ყველაფერთან მიმართებაში. ხო, ნუ ასევე რეის როგორც ისეთ ერთი სხეული არ აქვს, უბრალოდ ნუ ერთი სხეული მოკლა ქალმა და მე ესე სხვა სხეულში გადაიყვანეს რეი, რა თქმა უნდა. რაც თერი სერიალზე ბევრჯერ ხდება, ხო? და 5 წლის შემდეგ 2015 წელს მესამე ანგელოზი ჩნდება, რომელსაც ნერვისკენ აქვს აღებული გეზი. მაგრამ მაგ მომენტისთვის არავინ არ იცის, ნუ ვიღაცებმა იციან პატარა ესე რა ქვია, 1-2 მაგაცმა იცის, მაგრამ მაგ მომენტისთვის ზოგადად არავინ არ იცის, არატო მიდის ანგელოზი ნერვის ბაზისკენ. ანგელოზების მიზანი ის არის, რომ ნერვს ყავს გამომწვეული ლილითი მიწის ქვეშეთში, ხო? და ანგელოზებს უნდათ, რომ ლილით შეეხონ იმისთვის, რომ გამოიწვიონ აფეთქება. რომელ აფეთქებასაც, ანუ ანგელოზები გადაურჩებიან, მაგრამ ყველა სხვა არსება განადგურდება და მოკვდება. ანალოგიური რაღაცის გაკეთება შეიძლება ადამიანი რო ადამიანს შეეხოს. და შესაბამისად ანგელოზების მიზანიც ეგ არის, რომ ყველა არსება გააქრონ საკუთარი თავის გარდა. ეგ არის ის მომენტი, როცა უკვე პირველი ეპიზოდი იწყება და შინჯი შემოდის ეპიზოდებში, ჩვენ თავი პერსონაჟი შემოდის ეპიზოდებში. აი, ნუ სულ ეს არის იქამდე სანამ სერიები დაიწყება. მერე სერიები რო იწყება, კიდე ბევრი რაღაცა არის და შემიძლია ან შემდეგ ვიდეოში, ან შემდეგ კვირაში, ან არ ვიცი, როცა გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, მალე გავაკეთებ. შემდეგ ვიდეოში ვილაპარაკებ ზუსტად სერიების მიხედვით რა ხდება კონკრეტულად. ხო. და მაგრამ ნუ დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა ყველას, ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. თუ მოგიწონთ ვიდეო, დალაიქეთ. თუ ხარხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ და თუ ჩემთან კონტაქტი გინდათ ან რაღაცა, Instagram-ის ლინკი არის ქვემოთ და შეგიძლიათ გადახვიდეთ და მომწეროთ, რა ვიცი. ხო, რავი. კარგად.